მაშ მერკური ქალწულში. მერკური ქალწულში ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს, იმიტომ რომ ქალწულს როგორც ტყუპებს მერკური განაგებს, მერკური ორ ნიშანს განაგებს, მეორე არის ქალწული. თუმცა მერკური სხვადასხვანაირად გამოაჩენს ხოლმე თავს ამ ნიშნებში, მიუხედავად იმისა, რომ ერთი პლანეტა არის. და მერკური ქალწულში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მოზომილად საუბრობენ, არ უყვართ სიტყვათა რახარუხი, ანუ აი სუფთად საქმეზე რო საუბრობენ რა. ანუ არ უყვართ ძალიან ესე ბევრი ლაპარაკი, მოდი ასე ვთქვათ. ასევე მერკური ქალწულში არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან კარგი და დახვეწილი საუბრის უნარი აქვთ. ტრანსპორტებიც ეგეთი ტრანსპორტს ირჩევენ ხოლმე, რომ აი ძალიან აი თითქოს სტანდარტებში უნდა იჯდეს ეს ტრანსპორტის არჩევაც რა, აი ძალიან შეიძლება რაღაც კუთხით კლასიკურიც კი. შემდეგ მერკური ქალწულში არიან ადამიანები, რომლებსაც განათლების კუთხით, რა თქმა უნდა, მიდრეკილება აქვთ და ამაზე უკვე ვისაუბროთ, აქ უფრო ქალწული სიღრმისეულად ცდილობს, რომ რაიმე შეისწავლოს. და ქალწულისთვის მნიშვნელოვანია, რომ მუშაობდეს ისეთ ადგილას, ან მიიღოს განათლება იმ ხრივ, სადაც რაც საშუალებას მისცემს, რომ იყოს უფროსი. და მართოს ადამიანები, იმიტომ რომ მართვის ძალიან დიდი სურვილი აქვთ ხოლმე რა. კარგით, ეხლა თქვენს ნებართვით უნდა გადავიდე სხვა ნიშანზე და სხვა დროს ისევ შევეხებით სავარაუდოდ თუ თქვენი სურვილიც იქნება და უფრო დიდი დროსაც დავუთმობთ, ისევ ამ საკითხს შევეხოთ, ოღონდ რაღაცა მინდა რომ უფრო ასპექტაციასაც შევეხო. კარგით, აბა დაგემშვიდობებით და უნდა გადავიდე სხვა ნიშანზე.